კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღზეც ვისაუბროთ, ხო? სალომე კი არაერთხელ სხვათა შორის და საუცხოო გარემო აქ შეგიძლიათ განსაკუთრებული პეიზაჟის მოყვარულებს მართლა ეს ერთი ნაკლი მაქვს. რას ამბობ? განსაკუთრებული პეიზაჟის მოყვარულებს შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი საუცხოო გარემოს და ულამაზესი მცენარეების მონახულების საშუალებას გაძლევთ. ახლა კი ჩვენი ჟურნალისტი სალომე კიპაროიძე გამოგზავრებთ კიდევ ერთხელ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. კოლხეთის ტყის ნაკრძალზე 113 ჰექტარზე გაშენებული ბაღი. ადგილი, სადაც ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების 2000-ზე მეტი მცენარეთა ნაირსახეობაა წარმოდგენილი. განსაკუთრებული პეიზაჟის მოყვარულებისთვის ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ადგილი მდებარეობს. ეს არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ადგილი, სადაც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში 5 კონტინენტის მონახულება შეგიძლიათ. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 3 პარკი და 9 ფლორისტული განყოფილებაა გაშენებული. მარადმწვანე მუხები, იაპონური კამელია, სეკვოია, უნიკალური კაქტუსები და ბამბუკები, დარვინის კოწახური და მექსიკური ფიჭვები. აქ ერთად სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეები ხარობენ. ბაღის ტერიტორია მოიცავს 108 ჰექტარს, ამათგან 3 პარკი და 9 ფიტოგეოგრაფიული განყოფილება. რაც ნიშნავს ფიტოგეოგრაფიული განყოფილება? ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღი დაყოფილია ნაწილებად და ამა თუ იმ ნაკვეთზე გაშენებულია ამა თუ იმ კონტინენტის ან მსხვილი გეოგრაფიული ოლქის ფლორის წარმომადგენლები. ზღვის ხედი, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან იშლება. მცენარეების ჭრილები ზღვას მწვანე შეფერილობას აძლევენ. მწვანე ზღვა და ტბა, სადაც ოქროს თევზებია, როგორც ამბობენ სურვილების ასრულებისთვის საუკეთესო ადგილია. სურვილის ჩაფიქრების შემდეგ კი მოგზაურობა ბოტანიკურ ბაღში გრძელდება. ზიანი ღამე, პარკი, სადაც მორწყვი მიმოზები ხარობენ. აი ეს უჩვეულო და საინტერესო მცენარე, რომელსაც მორწყვი მიმოზა ქვია, წარმოშობით ბრაზილიის ტროპიკებიდანაა. მორწყვი მიმოზა ჩვენს პირობებში ერთწლოვანი მცენარეა და საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ შეგუებულობა გარემო პირობებთან, აი ბრაზილიაში, სადაც გავრცელებულია ბუნებრივად ხომ მოდის აი ესეთი ტროპიკული წვიმები და ეს მისი თავდაცვის საშუალებაა. აი როგორც კი შეეხები გაღიზიანებადობის თავისებურებაა აი ამ სახეობის და რამოდენიმე წუთში კვლავ აღიდგენს. ბაღში საგრძნობლად გამდიდრებული ყვავილების კოლექციის სავიზიტო ბარათი 1200 სხვადასხვა სახეობის ვარდია, რომლებიც სტუმრების აღფრთოვანებას იწვევენ. ბაღის დაბეჭდილებების წიგნში იტალიელი, იაპონელი, ამერიკელი, ებრაელი და შვედი ტურისტების ჩანაწერები გახშირდა. პარკის ქვედა ნაწილში წაქცეული ხე დამთვალიერებლების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ხიდი, რომელზეც ახლა მე ვდგევარ, ტურისტების საყვარელი ადგილია. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის დროს ტურისტები ყოველთვის სტუმრობენ ტიტების ხიდს. მათ შორის ვარ მეც, სიმაღლის პანიკური შიშის მიუხედავად. ბაღის მთავარ სამარშრუტო გზაზე განლაგებული ქვედა, ზედა და ზღვისპირა პარკების სრულყოფილად დასათვალიერებლად სტუმრებს ელექტრომობილი ემსახურებათ. თუმცა მომავალი წელი სტუმრებისთვის განსაკუთრებული იქნება. რეკონსტრუქცია ბოტანიკურ ბაღში უკვე დაწყებულია. ხორციელდება რამდენიმე ტერიტორიის გამაგრებითი სამუშაოები, სადაც პარალელურ რეჟიმში, ასე ვთქვათ, ეწყობა გადასახედების მოწყობა და ასე ვთქვათ, დამატებითი ადგილები, რომელიც საერთო ფონს ქმნის ბოტანიკური ბაღისას. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგას ახლა ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის ასევე. ძალიან მალე იწყება არჩეულებრივი პროექტი, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, სადაც განთავსდება პარკი ავტოპარკინგის ტერიტორია მოეწყობა, აქვე იქნება ვიზიტორთა ცენტრის შენობა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილი იქნება ვიზიტორებისთვის. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, სადაც 4 სეზონის განმავლობაში ყოველთვის რომელიმე მცენარე მაინც ყვავის, წელიწადის ნებისმიერ დროს ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად საუკეთესო ადგილია.